ბათუმი დასაქმების სააგენტოს რიგით მესამე ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში 6 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 1000-ზე მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. მასში ასევე 17 ქართული სხვადასხვა მიმართულების კომპანია არის ჩართული. ღონისძიება მონაწილე ორგანიზაციებისთვის ახალი კადრების მოძიებას და სტუდენტების დასაქმებას ისახავს მიზნად. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება სტუდენტების დასაქმების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება. მსგავსი ფორუმი ბათუმამდე საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სტუდენტებს ყოველთვის ესაჭიროება პირველი ეტაპი იმისთვის, რომ შემდგომ დამთავრების შემდგომ დაიწყოს სამსახური და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტები კიდევ არსებობს. ჯამში უნდა დავასაქმოთ 200 ადამიანი და აუცილებლად ვაპირებთ სტუდენტების აყვანას, რა თქმა უნდა, ძირითადად საოპერაციო დეპარტამენტში და ქვედა პოზიციებზე, ეს იქნება საწყისი პოზიციები, როგორც ვთქვათ, რესეფცია, კოლ-ცენტრის ოპერატორი, ბელბოი და ასე შემდეგ, თუმცა ყველა მათგანს ექნება განვითარების საშუალება. შეუძლია დატოვოთ თავისი CV, გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენელს, ასე ვთქვათ, პირველადი გასაუბრება ექნებათ აქ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი შანსია იმის, რომ დასაქმდეს თითოეული სტუდენტი.